ნარკოდანაშაულთან და ნარკომანიასთან ბრძოლის ეფექტიანობის გასაზრდელად მასშტაბური ანტინარკოტიკული რეფორმის ფარგლებში მომზადებული კანონპროექტების განხილვა შინაარსობრივ ეტაპზე გადავიდა. პოლიტიკა როგორც რეალიზატორებისთვის, ისე მომხმარებლებისთვისაც მკაცრდება. თუმცა ნარკოტიკული ნივთიერებების გამსაღებლების წინააღმდეგ განსაკუთრებულად მძიმე რეგულაციები იმოქმედებს. Ცირეოდენობის შემთხვევაში, ნარკოტიკების გაყიდვის შემთხვევაში პასუხისმგებლობა იწყება 12 წლიდან, პატიმრობის სახით 12 წლიდან 20 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული, ან უვადო პატიმრობა, დიდი ოდენობის შემთხვევაში 14 წლიდან 20 წლამდე პატიმრობა, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაში 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა. ხდება პოპულარიზაცია განსაკუთრებით ახალ თაობაში, მათ შორის სამწუხაროდ არასრულ ზრომებშიც, რომ განსაკუთრებული რომანტიზება მოხდეს ნარკოტიკების მოხმარებისა და სხვადასხვა ნარკოტიკებზეა აქ საუბარი და ჩვენ ამას ვებრძვით ზუსტად, რომ არ უნდა იყოს რომანტიზებული ნარკოდამოკიდებულება ნარკოტიკების მოხმარება. ცელი წარდგენის შემდეგ დეპუტატებმა მომხსენებელს ყველაზე მეტი შეკითხვა გამკაცრებული რეგულაციების აღსრულებისა და კონტროლის მექანიზმზე დაუსვეს. ვაძლევთ ვადას 8 საათს. აი ამ 8 საათში 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ის დაწესებულებები, სადაც ადამიანმა უნდა გაიაროს გამოკლება. 8 საათთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, კიდევ შესაძლებელია მსჯელობის გაგრძელება მეორე მოსმენის ფარგლებში, იმიტომ რომ არის საშუალებები, რომელთა დაკავშირებითაც შეიძლება განსხვავებული დრო არსებობდეს. როდესაც უფლებების ჩამორთმევაზე, თუნდაც იარაღის, ტრანსპორტის რაღაც პერიოდით საუბრობ, შეეხება თუ არა ეს ეგრეთ წოდებული მეთადონის მომხმარებლებს. დაგითხრათ, რომ აქ საუბარი არის ნარკოტიკული საშუალებების უკანონო მოხმარებაზე და არა ვთქვათ არა ექიმის დანიშნულებით განსაზღვრულ საშუალებებს. ანტინარკოტიკული რეფორმის ფარგლებში მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებს სამი კომიტეტის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერა უკვე აქვს. სამართალდამცავ უწყებაში მოლოდინი აქვთ, რომ გამკაცრებული რეგულაციები დასახულ მიზანს შეასრულებს. ნარკოპოლიტიკის მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს სრულად უჭერს მხარს ამ ცვლილებებს და მიგვაჩნია, რომ ეს არის ძალიან სწორი და დროული ცვლილება. ერთობლიობაში ვფიქრობთ, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილება, როგორც სისხლისამართლის კუთხით გამკაცრების მიმართულებით, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა კოდექსში შეტანილი ცვლილებების კუთხით მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში ნარკოვითარების გაჯანსაღება. მართლგუნდში საზოგადოების დაკვეთაზე საუბრობენ და განმარტავენ, რომ ანტინარკოტიკული რეფორმის მიზანი ქვეყანაში ჯანსაღი გარემოს შექმნა. კრიტიკოსები კი მათივე განმარტებით ამ მიზანს ეწინააღმდეგებიან. თუ ვინმეს აქვს იმისი სურვილი, რომ ქვეყანაში ჯანსაღ ცხოვრებას შეუწყოს ხელი, ჩვენ ყველასთან თანამშრომლობისთვის მზადა ვართ. დანარჩენები ფაქტია, რომ არა თუ ხელს უწყობენ ამ პროცესს, პირიქით ძირს უთხრიან და ერთი სული აქვთ, რომ მაქსიმალურად რაც შეიძლება მეტი პრობლემა იყოს ქვეყანაში, რაც შეიძლება მეტად იყოს მოსახლეობა სხვადასხვა ფორმით დამოკიდებული სხვადასხვა მავნე ჩვევებს. ჩვენ ვებრძვით პირველი წარმოებელს, რეალიზატორს, გადამზიდავს, შემომტანს, ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი და ვამკაცრებთ პირველ რიგში მათ მიმართ და არა მომხმარებლის მიმართ. მომხმარებლის მიმართ ვთვლით, რომ ჩვენი ქვეყნის სრული მოსახლეობა გვერდში უნდა დაუდგეთ ამ პიროვნებებს, რათა განკურნოთ ამ უმძიმესი სენიდან. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საუბარია ნარკოტიკების გასაღებაზე, ნარკოტიკებით ვაჭრობაზე და იმ შეზღუდვებზე, რომელიც რა თქმა უნდა დაუწესდეთ ისეთ პირებს, ვინც იღებს ნარკოტიკებს, ეს არის ავტომობილის მართვა, ეს არის საჯარო სამსახურის დაკავების შესაძლებლობა, ეს არის საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ასე ვთქვათ, მასწავლებლად და ლექტორად მისვლის შესაძლებლობა, ამაში კარგი სმეტი არაფერი არ არის. სავალდებულო და წამყვანი კომიტეტების შემდეგ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვა პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება. ანტინარკოტიკული რეფორმა 8 კანონში ცვლილებას მოიცავს.